გამარჯობა, მე ნატა მახვილაძე ვარ და თქვენ დღის ქრონიკას უყურებთ. არჩევნებამდე 2 კვირა რჩება მმართველი გუნდი საკუთარ ამომრჩევლებს ხვდება მხარდაჭერის გამტკიცებისთვის, ოპოზიცია კი უცხოეთში გაწერილი გეგმის დეტალებს ერთმანეთში ათანხმებს. გარე პატრონების ინსტრუქციებს მმართველი გუნდის მტკიცებით დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობაა. დასავლეთის მხრიდან სანქციებით შანტაჟი ისევ გრძელდება, თუმცა პარალელურ რეჟიმში ხელისუფლება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გაძლიერებას ცდილობს. ამის დასტური არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი. არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა შეიხმა მოჰამედ ბინ ზაედ ალ ნაჰიანმა აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები კავკასიის რეგიონში პარტნიორობის გაძლიერების ერთგულია და იმედოვნებს, რომ სახელმწიფოების თანამშრომლობა განვითარებასა და ხალხების კეთილდღეობას შეუწყობს ხელს. როგორც ცნობილია, გაფორმდა მემორანდუმი საქართველოსა და აბუ-დაბის დეველოპერულ კომპანიას შორის, რომელიც 6 მილიარდი დოლარის მოცულობის 2 მასშტაბური პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს. ვის რა გეგმები აქვს 4 ოქტომბრის შემდეგ? განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. გადაცემის მეორე ნაწილში კი საკუთარ წინა საარჩევნო გეგმებს ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ისანში ვაზისუბნის ოლქში ბექა მენთეშაშვილი გაგვაცნობს. მასშტაბზე მივესალმებით ჩვენს პირველ სტუმარს, გიორგი სოსიაშვილი არის პირდაპირ ეთერში. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. ოპოზიციონერების საზღვარგარეთ ვოიაჟები. ამაზე მინდა ვისაუბროთ. არჩევნებამდე 2 კვირით ადრე მათი გამგზავრება. რისი მანიშნებელია თქვენთვის? როგორ ფიქრობთ, იმართება თუ არა 4-ვე რადიკალური პარტია ერთი ვერტიკალით? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მინდა მადლობა გადაგიხადოთ გადაცემაში მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს. თქვენ ახსენეთ ოპოზიცია, მაგრამ სინამდვილეში ეს ოპოზიციური ძალები არ გახლავთ. ესენი არიან ჩვეულებრივი ექსტრემისტები, რომლებიც ნაცვლად იმისა, თუ საარჩევნო კამპანიის ჩატარებას სურდათ, უნდა დადიოდნენ საქართველოს სხვადასხვა მხარეში, სოფელი და მოსახლეობას უნდა ესაუბრებოდნენ და სინამდვილეში მათი მთავარი მიზანი არის არა საკუთარ ამომრჩევლებთან შეხვედრა და მათ ქართული ხალხის დარდი კი არა და ქართული ხალხის საწუხარით კი არ ცხოვრობენ, არამედ მათი მთავარი მიზანი არის ქვეყანაში ტემპერატურის აწევა, რევოლუციური სცენარების განხორციელება და აი ამისათვის ისინი არჩევნებამდე 2-3 კვირით ადრე ესე დაიფანტნენ, თავიანთ პატრონებთან ჩავიდნენ, ნაწილი ბრიუსელში, ნაწილი თავიანთ კომიკურ პერსონაჟად გადაქცეულ ჯო ვილსონთან, რომელიც მათი მფარველია და ნებისმიერ ასე იგი მთავარია გასავჯელო მიიღოს მათგანა ყველა განცხადებაზე ხელსაწეს და თვითონაც ვეღარ იგებს უკვე რას ამბობს და ნაწილი კიდევ კონგრესში ეს ყელმოღერებით საკუთარი სამშობლოს დაბეზღებით არის დაკავებული. აი ეს არის ნამდვილი სახე და ქართული ხალხი უკვე ნათლად ხედავს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ რასაც ვამბობდით იმ დაწყებული გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ როგორი ესე იგი როგორი გამოსვლები ჩაატარეს და თითქოს რაღაცა სინამდვილეში მათი მიზანი ეს იყო, რომ რევოლუციური სცენარი განახორციელებინათ და თავიანთი პატრონების დავალებები გაეკეთებინათ. მათ არ აწუხებთ ქართული ხალხის ბედი და აი ეს არის მთავარი მიზანი. როგორ შეიძლება ახლა ადამიანი მიდიოდეს საარჩევნო კამპანიის წინა პერიოდში და ბრიუსელში ჩადიოდეს, თბილისის მერობის კანდიდატი ხვდება არა თბილისის მოსახლეობას, არამედ ხვდება ბრიუსელის მერს და იქიდან დავალებას იღებს. ანუ ევროკავშირის ბრიუსელში მოკალათებული გარკვეული მაღალჩინოსნების, აი ამ deep state-ის წარმომადგენლობასთან აქვს მათ გარკვეული კონსულტაციები, რომ მიიღონ გარკვეული დავალებები, დირექტივები და შემდეგ ჩამოსვლისას დაიწყონ უკვე თავიანთი გეგმების ამოქმედება. იგივე არის მათი მიზანი ამერიკაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც ჩავიდნენ კონგრესში და ჯო ვილსონთან გამართეს გარკვეული კონსულტაციები და უკვე ძალიან სასაცილოა უკვე მათი შეხვედრები, იმიტომ რომ იმეორებ ეს კაცი აი კომიკურ პერსონაჟად გადაიქცა და არანაირი ფასი აღარ აქვს ამ ადამიანის განცხადებას. როგორ შეიძლება კონგრესმენი ყველაფერზე ესე განცხადებას აკეთებდეს და სხვა საქმე აღარაფერი აღარ აქვს ამას და ქართული ხალხს ესაუბრის გარდა, ან ვინ მისცა მას უფლება იმისა, რომ ყოველ ჯერზე ყოველ კვირას ესეთი ახალ-ახალი პოსტები გამოაცხოს, განცხადებები გააკეთოს და ქართულ ხალხს თავს დაესხას. მაგრამ ეს არის აი როგორც გითხარით, თავიანთ პატრონებთან მიდიან ესენი, რასაც დაავალებენ პატრონები, deep state-ის წარმომადგენლობა, იმას აკეთებენ. მათ არანაირი დღის წესრიგი არ გააჩნიათ საკუთარი. კი ბატონო, რევოლუციური სცენარი ახსენეთ და ზოგადად ამბობთ, რომ სხვადასხვა დედაქალაქებში მიღებული დავალება აი დესტაბილიზაციის მცდელობისკენ არის მიმართული. ამ შემთხვევაში რა გამოდის, მაგალითად ოფიციალური ბრიუსელი ქართული ოცნების წინააღმდეგია, უფრო რომ დავაკონკრეტოთ, ბრიუსელში კონცენტრირებული პოლიტიკური ელიტა. აი რამ შეიძლება წაახალისოს რევოლუციური პროცესები? ჩვენ რამდენჯერმე ვთქვით და ამას მალე ვახსენებთ ხოლმე საზოგადოებას და ეს deep state რაღაცა მითიური არსება კი არ მოიგონეთ, კი არ შევთხსეთ ჩვენ. ეს ნამდვილად არსებობს და
გადახედეთ ევროპის სახელმწიფოებს რა ხდებოდა ბოლო პერიოდში, როგორი ჩარევები ქვეყნის საშინაო საქმეებში და რა აბსურდამდე მივიდა ევროპის ძალიან ბევრი სახელმწიფო, ხო? და ამიტომ არაფერი გასაკვირი არ არის, ესენი გაიქცნენ ბრიუსელში, Deep State-ის იმ ზოგიერთ მაღალჩინოსანთან გარკვეული მოლაპარაკებებისთვის და გარკვეული ინსტრუქციის მისაღებად, რომლითაც შემდეგ ისინი მოქმედებენ, იმიტომ რომ მათ არანაირი რესურსი არ გააჩნიათ არჩევნებში, გადახედეთ კვლევებს, გადახედეთ მათ რეიტინგებს და დღესავით ნათელია რასთანა გვაქვს საქმე, ხო? პულსი არ ესინჯებათ ამ რადიკალებს და ქართული ხალხი უკვე ხედავს რასთანა გვაქვს საქმე და ერთადერთი მათი მთავარი მიზანი არის როგორღაც ეს რევოლუციური სცენარი არ გამოუვიდეთ არაფერი, რამდენჯერმე სცადეს ქვეყანაში ამ სცენარების განხორციელება და ყოველჯერზე ჩაფლავდნენ, რო იტყვიან, იმიტომ რომ ეს აღარ ეყიდებათ და მოუძველდათ ეს მეთოდები და ამჯერად ეხლა ხედავენ რომ არჩევნებში ისინი ძალიან მწარე მარცხს მიიღებენ. საბოლოო ჯამში სრულდებიან და მოკლედ ჩავიდნენ კიდევ ერთხელ რომ მიიღონ ინსტრუქცია თავიანთ პატრონებთან რაღაცნაირად ეს დავალებები მიიღო როგორღაც გადაარჩინონ თავიანთი სიტუაცია რომ საერთოდ არ გაქრნენ რადარებიდან მაგრამ მათ ნამდვილად პირდები რომ გაქრობა ემუქრებათ პოლიტიკური რადარებიდან ისეთ სიტუაციაში არიან და ისეთ სიტუაციაში ჩაიგდეს თავი აგენტების ბოლო სწორედ ეს არის როცა შენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოდიხარ და უცხო ქვეყნების აი ამ Deep State-ის წარმომადგენლებთან კონსულტაციებით გინდა რომ ქვეყანაში ძალაუფლება ხელში ჩაიდო და ქართული ხალხი უსყურში გადაჭეხო, ბოლო ყოველთვის ეს არის პოლიტიკური რადარებიდან გაქრობა, რომელიც ძალიან მალე იქნება თვალსაჩინოდ დღესავით ნათელი ჩვენი ხალხისთვის 4 ოქტომბრის არჩევნებს გულისხმობს და ასე დაემართება ყველას მომავალში ვინც საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ წავა და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების აგენტურულ ძალად გადაიქცევა. 4 ოქტომბრის შემდეგ როგორ ფიქრობთ რადიკალები გაქრებიან პოლიტიკური რადარებიდან? რადიკალების თქვენ ხედავთ ახლა ამ ბოლო პერიოდში, ხო, აი ბრიუსელში მათი გაქცევა, ჯო ვილსონთან მათი გაქცევა, ჩასვლა, აი რას აძლევს ნებისმიერი საღადმოაზროვნე ადამიანი რომ დაუკვირდეს, მათ ძვირადღირებულ ვოიაჟებს. რას აძლევს მაგალითად, აი ამ რადიკალთა წარმომადგენლის ვიზიტი, რას ნიშნავს ბრიუსელის მერთან შეხვედრა, კონსულტაციების გამართვა. წეგანავს თქვი, საკუთარ ამორჩეველს უნდა ხვდებოდეს ჯანსაღადმოაზროვნე პოლიტიკოსი და რაღაცა გარკვეული პოლიტიკური ამბიციების მქონე ადამიანი თუ ბრიუსელში უნდა გარბოდეს და მერთან უნდა მართავდეს კონსულტაციებს. ეს კონსულტაცია იმიტომ კი არა რომ ბრიუსელის მსგავსად მოაწყო შემდგომ თბილისი. არამედ ეს არის კონსულტაციები როგორ განავითარონ რევოლუციური სცენარები, როგორ მიიღონ მათგან დავალება. ან ეხლა ჯო ვილსონს მეტი დარდი არ აქვს ქართული ხალხის დარდი და ქართული ხალხის ფიქრით ღამე აღარ ზინავს და ჩვენი სადარდები როგორ ფიქრობთ აი ამერიკის შეერთებულ შტატებში მსგავსი სახის კომუნიცირება თუნდაც ჯო ვილსონთან და მსგავსი სახის ვოიაჟებმა შესაძლებელია შეუშალოს საქართველო-ამერიკის ურთიერთობას ხელი აი გადატვირთვის სტარტს ხელი თუნდაც გამორიცხულია მე ვფიქრობ ჯო ვილსონის მსგავსი განცხადებები და ეხლა ნაცსექტის წარმომადგენელთა ეს წინდა უკან სირბილი და ყელის მოღერება იქ და რაღაცა სელფების გადაღება ბუნებრივია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას ხელს ვერ შეუშლის მე დარწმუნებული ვარ და ერთ შემთხვევა ხო პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებები განსაკუთრებით ჯეი-დი ვენსის განცხადება რომელზეც თქვა რომ აი პირდაპირ პოლიტიკურ ტერორიზმში დაადანაშაულა ადამიანები ორგანიზაციები, რომლებიც პოლიციელებზე ხელს აღმართავენ და სახელმწიფოს წინააღმდეგ ხალხს მოუწოდებენ და არის თუ არა იგივე სიტუაცია ჩვენთანაც. რითი განსხვავდება პოლიტიკური ტერორისტები არიან ესენი, საბა ვინ არიან, როცა რუსთაველის გამზირზე ამდენ პიროტექნიკას დაასაწყობებენ, გამოიტანენ, მე ამხელა არეულობას აწყობენ, დედაქალაქის გადაწვა აქვთ განზრახული და პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილებს ესვიან და ასახიჩრებენ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს. ეს არის პოლიტიკური ტერორიზმი. სხვა ამას არაფერი არ ქვია და ამერიკის შეერთებულ შტატებში რა განცხადებებიც არის ერთ შემთხვევა. ეს არის ერთი დიდი სცენია პირდაპირ ცივილიზებული კაცობრიობისთვის, მე ვფიქრობ, ეს Deep State არის ძალიან ერთი ჭირია რო იტყვიან და როგორც საქართველოში არის ჩვენი საზოგადოებისთვის ეს საფრთხის შემცველი, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე სხვა ქვეყნებშიც. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ უნდა დასრულდნენ ერთხელ და სამუდამოდ ესენი და მე ვფიქრობ, რომ საქართველოში 4 ოქტომბრის არჩევნები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გულისხმობ, პირდაპირ იქნება მათი საბოლოო წერტილი. ვერავით არის რევოლუციური სცენარი საქართველოში განხორციელებაზე ვერ გქონდეს, იმიტომ რომ მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს, რასთან გვაქვს საქმე და ჩვენ ქართული ხალხთან ერთად ამ ჯერზეც დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ. იცით რა მინდა გკითხოთ ბატონ გიორგი, აი რაც უფრო ახლოვდება მუნიციპალური არჩევნების თარიღი, მით უფრო მეტად არის პედალირება მართულ გუნდზე, გულისხმობ სანქციებით შანტაჟს. მაგალითად, ნახეთ ბრიტანული სანქციები, დღეს ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ
დიდი ბრიტანეთი საქართველოს ადანაშაულებს, რომ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი სანქცირებული გემები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე შემოვიდა, თუმცა როგორც ირკვევა, გემები ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ტრანზიტული გზით იქამდე იმყოფებოდნენ, ვიდრე სანქციებს დაუწესებდნენ მათ. აი, როგორ ფიქრობთ, რა გზავნილებია ეს ოფიციალური ლონდონისგან ამ შემთხვევაში? ხო, აი სწორედ ეს არის შარის მოდება, მეტი არაფერი არ არის, ოდესაც ასე გელაპარაკებიან და თან ესე თითქოს გეპატიჟებიან იქ თავიანთ ოჯახში რომ შეხვიდე და გახდე სრულფასოვანი წევრი ამ ოჯახში და თან ესე გელაპარაკებიან აგდებით რაღაცა ყოველგვარი სამხილების გარეშე, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე ბრაზგდებენ და ესე სანქციებს აფრიალებენ, მოსყინდა და მობეძდა უკვე ხალხსაც, ხო, რა სანქციებზია ლაპარაკი ახლა, ნამდვილად ახლა ბავშვიც მიხვდება რომ რა არაფერი ფასი ამ სანქციებს აღარ აქვს და არც არავის არ ეშინია მათი სანქციების, მაგრამ როცა ყოველგვარი არგუმენტების გარეშე რაღაცა ბრაზგდებენ და სანქციებს გიწესებენ და განცხადებებს აკეთებენ, გულდასაწყვეტია. როგორ წარმოგიდგენია რომ ესე იგი ამხელა კულტურის, ამხელა ცივილიზაციის, ამხელა სახელმწიფოებრივი მოწყობის ქვეყანაში ასეთ ბრაზგდებდნენ შენ და ასეთი რაღაცა ხდებოდა. ძალიან გულდასაწყვეტი ამბავია და მე მეცაც გეტყვით გახსოვთ მათი ბრიტანეთის ელჩის განცხადებები, როგორ პირდაპირ აქეზებდა იმ ეგრეთ წოდებულ ფსევდო-NGO-ებს, რომლებიც პირდაპირ მოტივირებული იყვნენ და ძალადობაზე ორიენტირებულები იყვნენ და მე არაფერი არ მივკვირს, იმიტომ რომ ვიმეორებ, ყველგან არის აი ამ deep state-ის კვალი და მათი დაკვეთით მოქმედებს ეს წარმომადგენლობა და მე მგონი ძალიან მალე ყველაფერს თავისი წერტილი დაესმოდა. პოზიციონირება როგორი უნდა იყოს ამ შემთხვევაში ხელისუფლების, როგორ ფიქრობთ? ჩვენი ხელისუფლების პოზიციონირება უნდა იყოს ისეთი, როგორიც ქართულ ხალხს ეკადრება და როგორიც გვაქვს ახლა. ჩვენი მთავარი მიზანი, ჩვენი მთავარი ამოცანა ქართული ოცნების ხელისუფლების ორიენტირებული არის ჩვენი მოქმედება, ჩვენი სტრატეგია, ჩვენი ხალხის ეროვნულ უსაფრთხოებაზე. ის რაც ქართულ ხალხს სჭირდება, რაც მის მომავალს სჭირდება, რაც ჩვენს ახალგაზრდობას სჭირდება, რაც ჩვენს ქართულ ეროვნულ იდენტობას სჭირდება და არა ბრიტანეთის ელჩს რამ დაესიზმრება ან ევროკავშირის ელჩს როგორ წარმოუდგენია, ესე არ არის ბატონო. ჩვენ მოქმედებთ ქართული ხალხის ინტერესების შესაბამისად. ვართ ქართული ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელმაც მიიღო ძალიან მაღალი ნდობის, მაღალი, ასე ვთქვათ, მანდატი ჩვენი ხალხისა და თავისთავად ცხადია, ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არაფრის ფასად არ გადაუხვევთ ამ გზას, იმიტომ რომ ეს გზა არის ჩვენი ხალხის გამარჯვების, ჩვენი ხალხის ერთიანობის და ჩვენი ხალხის სამშვიდობოზე გაყვანის გზა და ამ შემთხვევაში კეთილი ნებაიბოძონ პატივისცემ დამოუკიდებელი ქვეყნის ინტერესებს, დამოუკიდებელი ქვეყნის ხელისუფლებას, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას და ასეთი აგდებით, ასეთი ბრალდებებით, ასეთი სუბრალდებებით, ასეთი უარგუმენტო მსჯელობით, რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობა არ გამოვა. ჩვენ თუ გვინდა რომ გქონდეს თანასწორი ურთიერთობა და მეგობრობა და პარტნიორობა, ამ შემთხვევაში მათ პატივი უნდა სცენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი ხალხის ისტორიას, ჩვენი ხალხის კულტურას და აი ამ მოცემულობას, რომელიც არის, იმიტომ რომ ქართულმა ხალხმა ვიმეორებ თავისი ძალიან ნათლად გაარჩია ერთმანეთისგან შავი და თეთრი დაინახა რა არის სწორი და რა არის არასწორი და მან აირჩია ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია ხელეწიფება სამშვიდობოს გაიყვანოს ჩვენი საზოგადოება აი ამ გლობალური რყევების და გეოპოლიტიკური, ასე ვთქვათ, კატაკლიზმების ფონზე. კი ბატონო. ნახეთ, თქვენც ამბობთ, რომ ორიენტირებული ხელისუფლება უნდა იყოს წინსვლაზე. მინდა გკითხოთ შეიხ მოჰამედ ბინ ზაედ ალ-ნაჰიანის ისტორიულ ვიზიტზე, მის შედეგად მიღებულ ინვესტიციებზე, როგორ ფიქრობთ, რამდენად გაზრდის ეს ქვეყნის პოტენციალს და რა მიმართულებებით? ესე იგი, როგორ წარმოგიდგენიათ, ქვეყანაში სადაც ომია, უბედურება, რომელი ინვესტიცია იდება, ეს თავისით გაჩნდა, თავისით ხდება? ჩვენ რო აქ, ესე იგი, მათ ამ deep state-ის კარნახით გვემოქმედა და აქ საქართველოში დატრიალებული უბედურება, ინვესტიციები კი არა, ქვეყანა აღარ გვექნებოდა. ამიტომ ეს არის სწორედ აი ამ მშვიდობიანი პოლიტიკის შედეგი, აი ამ სწორი განვითარების შედეგი, სწორად დაგეგმილი პოლიტიკის შედეგი, რომ ქვეყანა არის უაღრესად მიმზიდველი, მშვიდობიანი კლიმატია საქართველოში და არის უაღრესად სანდო და საიმედო ქვეყანა, სადაც შეგიძლია ჩადო ძალიან დიდი მასშტაბის ინვესტიციები და განახორციელო ძალიან გრძელვადიანი პროექტები და აი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტიც ამის ნათელი დადასტურებაა, რომ წარმოიდგინეთ როგორ ენდობიან ჩვენს ქვეყანას, როგორ ენდობიან ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მიერ აღებულ კურსს
რომელიც არ არის რაღაცა ესეთ ორიენტირებული, რომ გარედან ვიღაცამ რაღაცა გითხრას და მეორე წუთში რაღაცა შევცვალოთ. არა, ჩვენ გვაქვს მყარი კურსი აღებული და აი ამ კურსს ძალიან ნათლად ხედავს საზოგადოება და ნათლად ხედავენ ინვესტორები, მეგობარი ქვეყნები და უნებრივია ამ ინვესტიციების შემოდინებასაც თავისთავად ცხადია ხელი ეწყო. მე ძალიან დიდი კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო ამის შესახებ, ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით და ეს თითეული ქართველის ასე ვთქვათ ოჯახის ბიუჯეტზე აისახება ასეთი ეკონომიკური განვითარების ასე განუხრელი განვითარება და განუხრელი გზა ამ ყველაფრის. კი ბატონო, ნახოთ 4 ოქტომბერს ამ უმრჩეველი როგორ შეაფასებს ქართული ოცნების ამ მოღვაწეობას მათი კეთილდღეობისთვის. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენს ეთერში საუბრობდა გიორგი სოსიაშვილი, მმართველი გუნდის წევრი. ახლა კი მივესალმები ბექა მენთეშაშვილს, ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატს ისანში, კერძოდ ვაზისუბნის ოლქში. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ბექა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. თქვენ ხართ ისნის რაიონის გამგეობის თანამშრომელი, შესაბამისად თქვენთვის უცხო არ არის ის გამოწვევები და პრობლემები, რაც თქვენ სამაჟორიტარო ოლქში. აი, რა არის მთავარი გამოწვევები ვაზისუბნის ოლქის მცხოვრებლებისთვის? რა აწუხებთ მათ? რა არის პირველი რიგის ამოცანები? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს, გილოცავთ თბილისობას. გამოწვევებს რაც შეეხება, გამოწვევები არის ინფრასტრუქტურული, სოციალური პრობლემები, რასაც ხშირად ვაწყდებით, რა გამგეობიდან გამომდინარე ძალიან ბევრი რეკრეაციული და სპორტული მოედნები და ინფრასტრუქტურული პროექტები ან განხორციელებული, მაგრამ მაინც გაის გამოწვევები გვხდება და ამაზე ვსაუბრობთ ყოველდღიურად მოსახლეობასთან შეხვედრების დროს. რაც შეეხება მოსახლეობას, აქტიურად ვართ ჩართული მჭიდრო კავშირში და ნებისმიერი გამოწვევები და პრობლემები რაც აქვთ ამ შეხვედრებზე იყვეთება და მელაპარაკებიან. რეკრეაციული სივრცეებს რაც შეეხება უამრავი არის ჩვენს უბანში, ისნის რაიონის გამგეობა აქტიურადაა ჩართული, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, მაგრამ ეს გამოწვევები მიმდინარეობს და მომავალში აუცილებლად განვახორციელებთ უფრო და უფრო მეტ პროექტებს. კი ბატონო, აი თქვენც აღნიშნეთ ახლა რომ კარგად იცით თქვენი ამ მომრჩევლების განწყობები, იმიტომ ხშირად მათთან კომუნიცირებთ და ასე შემდეგ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა უპირატესობები გაქვთ თქვენ კონკურენტთა შედარებით? აი რატომ უნდა გააკეთოს არჩევანი მოსახლეობამ თქვენს სასარგებლოდ? პირველ რიგში აქ დავიბადე და გავიზარდე, ვაზისუბნელი ვარ, ვაზისუბნის თითოეული ქუჩა ვიცი, ამ უბნის გამოწვევები ვიცი, მოსახლეობასთან ჭიდრო და კონკრეტულად სოციალური ქსელი იქნება, მობილური ტელეფონი იქნება თუ რა იქნება, ნებისმიერ დროს კონტაქტზე ვარ, მაგას ხალხიც დააზუსტებს, იმიტომ რომ 24 საათიან რეჟიმზე ვიმყოფები კომუნიკაციაში მოსახლეობასთან. ამ უბანში ვარ, კიდევ ერთხელ აღნიშნავ, კომფორტულად ვგრძნობ თავს, ეს ხალხი ჩემი მეგობრები არიან, ჩემი ოჯახის წევრები არიან, ჩემი გარემოა და დარწმუნებული ვარ, რომ 4 ოქტომბერს დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებ. ოპონენტს რაც შეეხება, სიმართლე გითხრათ, არ ვიცით ჩემი ოპონენტი ვინ არის და რას წარმოადგენს, საცხოვრობს. ამ უბნელი მე მგონი არ არის, უფრო ზუსტად არ იქნება ამ უბნელი, იმიტომ რომ არც გამოჩენილან, არც ხალხში გამოდიან, არცად არ გამოდიან და არავის პრობლემები არ ანაღულებთ და მე მგონი არც არაფერი აინტერესებთ რა. კი ბატონო, არც ქვეყნის მომავალი, არც უბნის და არცნაირის მომავალი. თქვენ ამავე დროს ხართ თუ არ ვცდები ქართული ოცნების თბილისის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. აი რა მოლოდინები უნდა გქონდეთ ახალგაზრდებს თქვენგან? ამ მიმართულებით თუ გეგმავთ თქვენ სამაჟორიტარო ოლქში გარკვეულ პროექტებს? დიახ, მე მრავალი შეხვედრა განვახორციელე ახალგაზრდებთან, ჩართული ვარ სპორტული კუთხით, ანუ კინგბოქსინგის დარბაზში ახალგაზრდებს შევხვდი, ჭიდაობის დარბაზში, ეხლა მართავ რეგბის სტადიონზე რაღაც ფესტივალებით ჩატარებას და ფეხბურთის პარალელურად ფეხბურთის ცხენელთან ერთად შევხვდი ახალგაზრდებს. ჩემთვის პირველ რიგში ახალგაზრდების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ახალგაზრდები არიან ჩვენი მომავალი თაობა და უნდა იყვნენ ჯანმრთელები, პატრიოტები და ჩვენი უბანი და რაიონი და ჩვენი საქართველო უნდა ასახელონ მსოფლიო ასპარეზზე და მე ყველანაირად ხელს შევუწყობ მათ და რაც მინდა აღვნიშნო, თავში ახსენეთ თბილისის ახალგაზრდული ორგანიზაცია. ახალგაზრდული ორგანიზაცია არის ერთი დიდი ოჯახი ქართული ოცნების. მაგარი მე ბევრი პატრიოტი და
შრომელი ახალგაზრდები არიან, რისთვისაც მინდა მადლობა გადაუხადო მათ გვერდში დგომისთვის, იმისათვის, რომ საქართველოს და ქვეყნის გულისთვის ბევრს აკეთებენ და ძალიან მაგარი გოგო-ბიჭები არიან და ბევრი უნდა შემოგვიერთდნენ უფრო. კი ბევრი არიან, მაგრამ უფრო ბევრი უნდა შემოგვიერთდნენ რა. კი ბატონო, ეს თქვენზეც არის დამოკიდებული, ვინაიდან თქვენი კომუნიკაცია მათთან ის განხორციელებული პროექტები, რასაც ისინი უშუალოდ ხედავენ და მომავალშიც ალბათ ნახავენ, ეს იქნება მათთვის ერთი დიდი სტიმული. აქვე მინდა გკითხოთ ზუსტად განხორციელებულ პროექტებზე, რას გამოარჩევდით შესრულებული პროექტებიდან და რა ინფრასტრუქტურული პროექტებია დაგეგმილი მომავალი 4 წლის განმავლობაში, რაც უნდა განხორციელდეს ისანში. ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, ინფრასტრუქტურული პროექტი ბევრი არის მიმდინარეც და დასრულებულიც, მაგალითად საბავშვო ბაღები, სამგორის პარკი, რომელიც ჯერ არ გახსნილა, მაგრამ მალე გაიხსნება, ულამაზესი ადგილია და ნებისმიერ მოსახლეს ანუ სილამაზეს წარმოადგენს ისეთ მოსასვენებელი და რეკრეაციული სივრცე არის, რომ არ არსებობს შთაბეჭდილება რო არ დატოვოს დადებითი. ბევრი სკვერები გვაქვს, პარკები გვაქვს, მაგრამ როგორც აღვნიშნე, მაინც რჩება ეს გამოწვევები და კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, რადგან ის მოგეხსენებათ, რასაც აკეთებდა 2 წელი გადის, გვიწევს იმ კონკრეტულ სკვერებში დაბრუნება, რომ რეაბილიტაცია გაუკეთოთ და კიდევ მოვაწესრიგოთ ის ადგილები რა სამწუხაროდ. რაც შეეხება დაგეგმილი ინფრასტრუქტურულ პროექტებს, დაგეგმილი გვაქვს კიდე სკვერების და პარკების რეკრეაციულად მოწყობა, საბავშვო მოედნების კეთილმოწყობა, გზების რეაბილიტაცია, მოსახლეობას კიდე აწუხებს გამგეობაში არსებობს ბინათ მესაკუთრებელ სამხანაგობის განყოფილება, სადაც აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს და პრობლემები არის ესეთი კანალიზაციის შეცვლა, სახურავის გადახურვა, ლიფტების მოწესრიგება. ეს არის ძირითადი პრობლემები, რაზეც კომუნიკაცია გვაქვს 24 საათიანი მოსახლეობასთან და აქტიურად ვართ ჩართულები მაგაშიც და აქტიურად მიმდინარეობს პროცესების გაუმჯობესებაც. კი ბატონო, წარმატებებს გისურვებთ. ჩვენს ეთერში ბექა მენთეშაშვილი, ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი იზანში ვაზისუბნის ოლქში საუბრობდა. ასეთი იყო მოვლენათა განვითარების ქრონიკა ამ დროისთვის. მე უკვე მომავალ კვირამდე ხუთშაბათამდე გემშვიდობებით.